21 დღე, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე დღე, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სამართალდამცავების მობილიზება ადგილზე არ შეინიშნება. ამ დროისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მოქალაქეები ისევ იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და მათი ნაკადი არ წყდება. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვესაუბრეთ ეთნიკურ ჯგუფებს ამ მარშში, მრავალფეროვნების მარში, ასეთი სახელწოდებით გაიმართა აქცია მსვლელობა და მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გათავისუფლება, ვინც ბოლო 21 დღის განმავლობაში დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე მათი მთავარი მოთხოვნა არის ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ქართულმა ოცნებამ გააყალბა. მარში, მრავალფეროვნების მარში დაიწყო რესპუბლიკის მოედნიდან, მოგვიანებით ამ მარშს სტუდენტებიც შეუერთდნენ და ერთიანი მსვლელობით ისინი მოვიდნენ უშუალოდ რუსთაველის გამზირზე და იმ დროისთვის გამზირი უკვე გადაკეტილი იყო. ყოველ საათობრივად იზრდება, შეიძლება ითქვას, აქციის მონაწილეთა რაოდენობა და როგორც გითხარით, ამ დროისათვის მოქალაქეები ისევ იკრიბებიან საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ ვესაუბრეთ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს, როგორც მარშის მსვლელობისას, ასევე მის შემდეგ და შეგვიძლია, რომ მათი კომენტარები მოვისმენთ. ჩვენი დღევანდელი აქციის მიზანი არის ზუსტად რომ დავითანხმოთ და გავახმოვანოთ ის მოთხოვნები, რაც ყველას აქვს, უმრავლესობას აქვს საქართველოში, ეს არის ხელახალი არჩევნები და ეს არის უკანონო პატიმრების გათავისუფლება იზოლატორებიდან. მე პირადად უშუალოდ წარმოვადგენ საქართველოს მოქალაქეს, ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემს, მუსლიმ თემს, მაგრამ აქ არიან სხვადასხვა ეთნიკური თემების, რელიგიური თემების წარმომადგენლები. მიზანი გახლავთ ის, რომ შევახსენოთ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას და ამ დე-ფაქტო მთავრობას და ასევე მსოფლიოს, რომ საქართველო არის მრავალფეროვანი ქვეყანა, თავისი ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ესე იგი ასპექტებიდან გამომდინარე და რომ საქართველოს თითოეული გაცნობიერებული მოქალაქე დღეს ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე, მისი უსაფრთხოების საგუშაგოზე და დღევანდელი ეს მარშიც არის ერთი სიმბოლური გამოხატულება ამის. ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს. პირადად, რა ვიცი, მე მგონი აქ დგას ისეთი ადამიანი, რომელიც პირადად უნახავს თუ როგორ გაღალბდა არჩევნები. პირადად მე დავინახე როგორ გაღალბდა არჩევნები და შესაბამისად ამის აღიარება მე მგონი არის ღალატი ქვეყნის. და რა თქმა უნდა ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და ასევე ჩვენ თვალით დავინახეთ ჩემი მეგობარი დააკავეს არაფრის გამო, ცემეს და რა თქმა უნდა ჩვენ ვითხოვთ დაგავებული ადამიანების გათავისუფლებას და ვინც კი იყო ამ არაადამიანურ მოპყრობაში, ვინც კი იღებდა მონაწილეობას, რა თქმა უნდა მათი დასჯასაც ვითხოვთ. მას შემდეგ რაც ეგეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა გამოცხადა, რომ აჩერებდა შეშერდებოდა საუბარი, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები ევროკავშირთან, ეგ პროტესტი უფრო გამძლავრდა, როგორც მოგეხსენებათ და ჩვენც მარტის მერე პერმანენტულად გავდივართ აქციებზე, ჩემს მეგობრებთან ერთად, სხვათა შორის და ვაპროტესტებთ არსებულ პოლიტიკას, რომელიც ჩვენ გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროპიდან. აქციის მონაწილეები, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით ეს დღეებია, განსაკუთრებული ემოციებით საუბრობენ ხოლმე იმ ადამიანებზე, ვინც დააკავეს 400 ადამიანზე მეტია დაკავებული ამ დროისთვის, როგორც არის ცნობილი. დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამართეს ასევე სპეციალური ბრიფინგი, სადაც განაცხადეს, რომ დაკავებული ადამიანების უმრავლესობა გახდა წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და აქციის თითქმის ყველა მონაწილე, ვისაც ჩვენ ვესაუბრებით, ითხოვს ამ ადამიანების გათავისუფლებას, ვინაიდან ისინი აცხადებენ, რომ არავითარი მტკიცებულება დანაშაულის მათ მიმართ არ არსებობს და რომ მათი დაკავება არის უკანონო.
ჩვენ რჩებით რუსთაველის გამზირზე და როგორც უკვე არაერთხელ გითხარით, მოქალაქეები ისევ იკრიბებიან აქ იმისათვის, რომ გამოხატონ საკუთარი პროტესტი.